მოკლედ ახლა მინდა უცბად სანამ აქ ვსივარ და ბატონი დანიელი არის პარკში სანამ ვსივარ და ენერგიებით ვივსები დედაბუნებისგან ვიღებ ენერგიებს მე მინდა უცბად მოკლედ გითხრათ ჩემი მესიჯი შეტყობინება ზოგ არასწორად აღიქვა ამიტომ მე არანაირ პროპაგანდას არ ვეწევი სოკოებისას მე პირიქით ისაუხნიშნე რომ 4 წელი მე მენტალურად ვზრდიდი მე ვიშუშებდი ტრამებს მე ვემზადებოდი წლების უკან მე მივიღე ინფორმაცია სამყაროდან რა თქმა უნდა სოკოების შესახებ და ვიცოდი რომ როდესაც მე ამისთვის მზადე არ ვიყავ შესაბამისად რამდენჯერაც დავგუგლე იმდენჯერ არაფერი არანაირი ინფორმაცია მის შესახებ სად იღებდნენ ამ სოკოებს არ მიმიღია ვერ მივიღე იმიტომ რომ არ იყო დაშვება ჩემზე გესმით ანუ სამყაროდან ღმერთიდან იმიტომ რომ მე არ ვიყავი მომწიფებული ამისთვის თუ არ ხარ მომწიფებული შენი ორგანიზმი თავადვე ბლოკავს სოკოებს შენ ვერანაირ ტრამვას ვერ მოიშოშებ. ნახეთ სოკოების დროს რა ხდება, რა ტრამვაც გაქვს. უნდა ჩახვიდე ქვეცნობრივ ძალიან ღრმად, არაცნობიერში უნდა ჩახვიდე და იქ რამე თუ გაქვს კიდე გამოსასწორებელი, უნდა გამოასწორო. არ უნდა მიიღო არანაირი ალკოჰოლი, არაფერი, არანაირი სასმისი, არაფერი არ უნდა იღებდეს ადამიანი გასართობად. ეს არ არის არც ღვინო არ არის გასართობი ხალხო. ეს არის ქვეცნობიერში ჩასასვლელი უბრალოდ როდესაც მომწიფებული ხარ უფრო სწრაფი გზა. თუმცა შენ თუ არ ხარ მომწიფებული და სწრაფად ჩახვედი იქ სადაც შენი ადგილი არ არის დაინგრევი ვეღარ ამოხვალ იქიდან არ მოგცემს შენი ორგანიზმი ამის უფლებას იმიტომ რომ რასაც ამოიტან იქნება არასწორი და დაანგრევ შენთანს და სხვებსაც ამიტომ ან ჩარჩები იქ ან კიდე საერთოდ ვერ ჩახვალ გაითიშები ან წახვალ საერთოდ გარდაიცვლები აქედან გაითიშები რა კუთხით თუ ამბობ დაგეძინება ორგანიზმი ასე როდესაც რაიმე ტკივილ სხეული დისკომფორტს განიცადა დიდ ტკივილს ხო დიდ ტკივილში უწევს ჩასვლა ეგრევე ითიშება ასე გვიცავს ჩვენ რომ არ გავრეკოთ და ასე შემდეგ ხო აქედან გამომდინარე ჩემთან ერთად იყო 9 ადამიანი ვინც არ იყო მზად ამისთვის ზოგს ჩაეძინა ზოგმა საერთოდ აი მაგალითად ვერაფერი ვერ გძნო აი მაგალითად მოვიდა ერთი მამაკაცი იყო ხო და ეგრევე მივხვდი რომ ძალიან დაბლოკილი იყო და შესაბამისად ანუ ძალიან სურდა იქ ყველას ვინც იყო ყველას სურდა ტრამების მოშუშება და სხვა მოლოდინი ქონდა და ბოლოს ამბობდა რომ ვერაფერი ვერ განვიცოდიო სინამდვილეში მაგან გაიცინცადა ნახეთ როდესაც დაუწყე დილით საუბარი და ერთი გოგოც იყო ეს მასტერი იყო მეთქი ყველაფრის მასტერი იოგის და ასე შემდეგ ხო ამ გოგომას ვერაფერი ვერ ქალბატონმაც ვერაფერი ვერ განიცადა თუმცა რაც მთავარი იყო რისთვისაც მომწიფებული იყვნენ ის განიცადეს ნახეთ ამ ბიჭმა ახლა რა განიცადა როდესაც აი ეს წმენდა პირველ რიგში ფანანგლენდის ანუ მესამე თვალის რო უფრო დავკავშირდებოდი თქვენ ჩვენ არაცნობიერს ხო რომ უფრო ღრმად ჩავსულიყავით და მე სად ჩავედი მუცელში ჩავედი ხო იქიდან დაიწყო ჩემი ტრამა ანუ იქ დედა ჩემი რას მასწავლის სიმშვიდეს მიმღებლობას და იმიტომ არის ჩემთან სიმშვიდეს მიმღებლობას და უპირობო სიყვარულს. აი ამისთვის არის დედა ჩემთან. შესაბამისად ამის გზაზე ვარ, გესმით, მაგრამ სოკოებმა რა გამოცდა იყო ჩემთვის. აბა ნამდვილად როგორ გითხრათ, ნამდვილად განვიკურნე, ნამდვილად ყურნების გზაზე ვარ, ნამდვილად განვიკურნე და უბრალოდ გამოცდისათვის მივიღე ეს სოკო. გესმით და არა, იმიტომ რომ რაღაც ადვილ გზებს ვეგზები. 4 წელი ვემზადებოდი ამისთვის. თუ თქვენ მზად ხართ, ფუჭი არის, არც კი გაეკაროთ, არც ალკოჰოლს. საერთოდ არ ვსვამ არაფერს. სამყაროდან ვიღებ მე შეტყობინებებს. ნახეთ, ჩემი საერთოდ ეს ჰალუცინაცია, პირველი ჰალუცინაცია რა დამემართა, იცით? აი ამ ნახატს შეხედეთ, პირველ როდესაც დავიწყე ხატვა, ერთ-ერთი პირველი ნახატი ეს იყო. აი ესეთი ჰალუცინაცია დამემართა, თან მეძინა, თან რა ერთ ღამეს და აი ეს ყველაფერი ვინც დახატული მყავს, ერთ-ერთი ვინც აი გამოკვეთილად ვინც არის, მოვიდა ჩემთან და აი ეს თვალები გახელილი მაქვს, სხეულს ვერ ვამოძრავებ, ღამე არის, სადღაც 3 საათისთვის იქნება.
ვერ ვამოძლევებ და სინათლეს მკვებავს. ანუ ქვეცნობიერი რაღაცნაირად შეცვალა, არ ვიცი ჰალუცინაცია იყო, არ ვიცი ვიღაცა იყო, რაღაცა ძალამ. წმინდანები ამბობენ ამას გამოცხადებას ეძახიან. არ ხარ წმინდანი, შენი ჰალუცინაცია არის. რაც გინდა ის დაარქვით. ანუ ჩემი სხეულის ვიბრაცია რაღაცამ, ვიღაცამ შეცვალა. გესმით? ჩემა ჰალუცინაციამ თუ ვიღაცა იყო და ვინც ასე აღვიქვი, არ ვიცი რა იყო. შეიცვალა, მერე კიდე აი სხეულიდან თითქოს სხივები გამოდიდის, გასხეოსნებას რასაც ეძახიან. რაც უფრო სხეული ვცვლიდა ვიბრაციას, რაც უფრო გათვითცნობიერებაში მივდიოდი, რომ არ არსებობს სეკეთე, სიბოროტე, ყველაფერი უპირობო სიყვარულს ემსახურება. რაც უფრო უპირობო და ქვეცნობიერე იწყებდა არანაირი დალევით და იმით, კაცო, ჩემით, უბრალოდ სამყაროსთვის გავიხსენი გულისკარი გავაღე. რაც უფრო აი ამაში უფრო და მაღლებოდა და თითქოს აი თითოეული ბუსუსი, თმის ბუსუსიდან აი ესე თითქოს სხივი გამოდიოდა, ასე მეგონა თელი სამყარო ჩემი ნათდებაო. ნახეთ და ყველა აი ამ დროს ეს ღამე მემართებოდა ხოლმე. აი ესე თან და სხვათა შორის ეგვიპტელებს აქვთ აი ეს. იგივე მქონდა. აი ანალოგიურ სინათლეს მაჭმევდა ვიღაცა. აი ეს როგორც დედა კვებავს ბავშვს. აქედან გამომდინარე ამისთვის მამზადებდნენ და ეს უბრალოდ გამოცდა იყო. გესმით? გამოცდა, რომ მართლა ამ გზაზე ვარ თუ არა. და ნახეთ, როდესაც გზაზე ვიყავი, დავინახე ის ბოლო წერტილი უბრალოდ საოცარი სიმშვიდე, უპირობო სიყვარული და დობა, როგორც პეპელა არის ჭუპრში. აი ანალოგიურად სამი მაჩი, აი ხან მიწაში ვიყავი, აი ესე მთლიანად, ანუ გარდავიცვალე, მიწაში ვიყავი და ფესები გამოდიოდა, ანუ ამ მიწის როგორ მიწის ნაწილი ვიყავი. ხან დედის მუცელში ვიყავი, რომ გამეკურნა ის პატარა ბავშვი, როდესაც დედა ჩემი ყვიროდა, როდესაც მამა ჩემი ურტყავდა, მე მშვიდად ვერ გრძნობდი თავს, არ მინდოდა დაბადება კიდე საკეისროთი ამომიყვანეს მით უმეტეს ტრამვაში და ამიტომ ვერაფერი ვერ ჩამიყვანდა. აი ესე უცბად იქ სადაც უნდა ჩავსულიყავი, რომ ბოლომდე განმეკურნა ჩემი თავი, გესმით? და მართლა თუ ვიყავი ამ გზაზე და მართლა თუ ეს გამოცდისთვის იყო უბრალოდ ჩემს, ამიტომ მომამზადეს, ამიტომ ვებზადებ მომამზადეს, რაც გულისხმობ, ანგელოზებს გულისხმობ, ფარველებს გულისხმობ. გესმით, რომელსაც ნახეთ, მე ნიშნებს მივყვები, რას ნიშნავს, რაც განმეორებით ხდება ჩემ ცხოვრებაში. აი მაგალითად, განმეორებით მაჩვენებდნენ სოკოს, განმეორებით მაჩვენებდნენ ესპანურ ენას, განმეორებით მაჩვენებდნენ ყველა მხრიდან იყო ეს, განმეორებით მაჩვენებდნენ შამანს და რაი თურმე ფაზლი შამანთან უნდა წავსულიყავი, როდესაც მომწვითებდა ესპანურ ენა დამელია სოკოები და რატო რო ჩავსულიყავი დედის მუცელში ხელმეორა და განმეკურნა ჩემი თავი, რომ ეს სიმშვიდე გამختარიყავი თავად. და ნახეთ, იმიტომ რომ ჩემი ტკივილი არ იყო, როდესაც დედა მიყვირო და მაშინ არ განვიცადე მე ტრამა დედის მუცელში განვიცადე. ასე რო არ მოგცეულიყავი, ვერ განვიკურნებოდი, მე რო არ ჩავსულიყავი იქ, მე ვერ განვიკურნებოდი და რატომ? და როგორ მივხვდი ამას? გუშინ ყვიროდა და ტიროდა. აი ნახეთ, დედა დანიელი მყავდა ორთოპედთან და ყვიროდა და ტიროდა. ვაი მე მკვდები დედა. ვაიმე დედა. დაწნადი, მალე მოვა დანიელი და წავალ. დაწნადი. არა, დედითო. დედითო. მალე წავალ, მალე. ვაიმე დედა. და ადრე გული მიჩქარდებოდა. კი, სიმშვიდის გზაზე ვიყავ, მაგრამ გულს მაინც ესე ბაგაბუგი გაქონდა. და მეთქე რატო ყველანაირ და რო ჩავედი და ბავშვი რო აი ამ ვიდეოში როგორც ხსნი. გრძნობდი და როგორ იყო, იცი, თავიდან აი ეს ის არის რა ქვია, თითქოს ხო ვიჩექი იმაში რა ქვია, და ჩემს მუცელში თავიდან როგორც ემბრიონი დიდი აგრესია აქვს ესა და თავიდან დიდი ადგილი იყო, აი დიდი ადგილი იყო. იმიტომ რომ ემბრიონი ვიყავი და მე როგორც კი ვიზრდებოდი, ვითარდებოდი, გესმით? ოღონდ ვითარდებოდი, უკვე ჩანსახად. შენ თავს მეუბნებოდი, რომ მიყვარ ხარ, სიმშვიდეში ხარ, დაცული ხარ. შეგიძლია თავიდან დაიბადო, დაცული ხარ, იცოდე, გამზადებ ამ ყველაფრისთვის და ნელ ვიზრდებოდი და როდესაც მზად იქნები, მაშინ დაიბადე მეთქი ჩემთან და პარალელურად აი ესე ხო ვიყავ და პარალელურად მე ხვდებოდი თითქოს პეპელა. ვიყავი ჭუპრში
და აი იქიდან ვითარდებოდი ღმერთო ჩემო. რო განკურნე და ხელმეორედ ემბრიონი ვიყავ მე განვითარდი და დავიბადე ჩემი ნებით, ჩემი სურვილით უსაფრთხოდ ვეუბნებოდი ჩემ თავს, უპირობოდ მიყვარხარ, ღებულობ, სიმშვიდეში ხარ, დაცული ხარ, მე ვარ შენი გმირი, გაიზარდა ეს ბავშვი, ანუ ხელმეორედ გავიზარდე, გესმით? ის რაღაც ნაწილი გარდაიცვალა, ტრამვირებული და ახალი დაიბადა. ახალი რო დაიდა გამოვედი იმ ლებიბედან როგორც თითქოს გამოვედი დედის საშოდან ხელმეორედ გესმით ასე დაღმაში ვიყავი ასე ჰალუცინაციამ ეს ანუ ასე გადამაგდო რომ მეშველა საკუთარი თავისთვის და დედის ყვირილი ახარ მეხებოდა გუშინ გულს ბაგაბუგი არ გაქონდა როდესაც გულს ბაგაბუგი გააქვთ სულ აქ ჩქარებული ხართ ნიშნავს რომ გადარჩენაში ხართ და წლები გაკლდებათ როდესაც სულ გადარჩენაში ხარ არ ხართ შემოქმედი წლებიც გაკლდებათ და ვერ აღასრულებთ თქვენ მისიას და იქ რო ჩავიდი და ახლა უკვე რამე რო ხდება მახსენდება ის სიმშვიდე ის უპირობო სიყვარული ის რაღაცა საოცარი ღვთიური ძალა რაც განვიცადე ჰალუცინაციების დროს და ნელ-ნელა გადმოგმაქვს აწყოში აქ და ახლა იმიტომ არის ამდენი ნეგატიური ემოციები იმიტომ რომ იქ ჩადიხართ თუნდაც თხრობით იქ ჩადიხართ სადაც თქვენი ადგილი არ რა ვიბრაციაზეც ხართ იმ თხრობაში გადიხართ ასტრალში და სად გადიხართ კაცი შუმა არ იცის იმიტომ რომ არ იმ დაბალ ვიბრაციულში ხო და ისევ გადმოგაქვთ უსიყვარულობა და ასე შემდეგ ტრამვის გაურბი ხართ იმით რამაც უნდა ჩაგიყვანოთ პირიქით რომ გარდაქმნათ უპირობა სიყვარულად აი რო დავიწყე საუბარი იმ ბიჭმა მე მეორე დილით მოკლედ ეს ადამიანები გრძნობდნენ რომ უფრო როგორ გითხრათ რა უფრო ნამუშევარი მქონდა ჩემ თავზე ერთ-ერთი ბიჭი იყო მაგალითად სანამ ამ ბიჭს განვიხილავ კერდა მოგიყვანდით მაგალითად ერთი ბიჭი იყო რომ ის ერთი კვირა ხან რასვავდა ხან უფრო იკარგებოდა ეს ბიჭი რეალურად მისი ტრამვა რა იყო მშობლების ტრამვა ჰქონდა სოკოებმა მანახეს რომ ჩვენ ყველა უპირობო სიყვარული ვართო და ამ სოკოების გარეშე ეს საწყალი რა გზაზე არის და პირიქით ბედნიერი ადამიანი ვერ გზნოს ამ უპირობო სიყვარულს და რო იგრძნოს სულ ჭირდება ეს ხან სოკო ხან ალკოჰოლი ხან არ გინდა კაცო იმუშავე შენ თავზე უბრალოდ გული უნდა გახსნა სამყაროსთვის და ამას ვერავინ ვერ გაგაკეთებია რა სოკო და რა ლოცვა და შენ უნდა გააკეთო შენ ხარ შენი თავის ლოცვას და რა ლოცვა ილოცე ოღონდ სწორად ილოცე შენ თავში ილოცე ანუ დამეხმარე კი არა საკუთარი თავი გახსენი მოусმინე შენ თავს შენ ღმერთ შენ შიგნით გესმით რომ გარდაქმნა ტკივილი უპირობო სიყვარულად და მე ეს უბრალოდ არის გამოცდა აი წერტილი არის და არა ის რომ კიდე უნდა დალიო კიდე არა მოწიო და არა ეს სისულელი არის კაცო და ახლა ამას მეორე ბიჭს რაც შეეხებოდა და თქვა რომ ჯერ შემოვიდა აი ჩაკეტილი ქონდა რა ენერგეტიკა და დილით უკვე როდესაც მესაუბრე მე ხომ მოვყევი ახლა რა განვიცადე და ყველა ესე ყველა ცდილობდა ჩემთან საუბარს რომ ანუ ყველა ითხოვდა რაც რეალურად შველას გესმით დაბნეულები არიან რა არიციან როგორ უშველონ საკუთარ თავს. ვერავინ ვერ გიშველი შენ თუ თავად არ უშველი საკუთარ თავს, თუმცა არა დამხმარე საშუალო ჯერ შენ უნდა იმუშაო და მე უბრალოდ გამოცდა ჯაბა რომ ამ კუთხით რომ მართლა სწორი არის ან საერთოდ არ შეგიძლია საერთოდ როგორ გამოცდის გარეშეც იყოს უბრალოდ მე იმდენად ურწმუნოებაში მე იმდენად დამაჯეროს რომ არავინ არ ვიყავი მე ბავშვობიდან ხედავდი რაღაცებს ბავშვობიდან მესობმოდა და ხან შემრაცხავდნენ მამოდან მამა ხო ჩემი სიყვარულო დავყავდი და ყველა მეუბნებოდა რომ რაც მესმოდა ტყვილი იყო და იმდენად ნაყინი გიყიდი და ახლავე გამომართვის ხაჭაპური არ გინდა მე და არ მწამდა საკუთარ თავის ამიტომ ეს ჩემთვის აუცილებელი იყო რომ მერწმუნო რომ რაც მგონია ის მართლა არის გესმით იმ ნენელა ვიბრუნებ ჩემ წმენს ანუ ჩემ ნიჭებს ნენელა ვაღვიძებ იმიტომ რომ ყველაფერი საკუთარ თავის რწმენით საკუთარ თავის სიყვარულით იწყება და მე ეს ყველაფერი ბავშვობიდანვე წამართვას და ვიბრუნებ და უნდა ჩავსულიყავი ზუსტადაც იქ მუცელში რომ მე თქვა ჩემი თავისთვის განმეკურნა საკუთარი ბავშვი მუცელში მყოფი
მიმეცა ის რაც დააკლდა უსაფრთხოების შეგრძნება. გესმით? აი ამიტომ გავაკეთე ეს. თქვენ შეიძლება ამის გარეშეც კაცო როგორც მე ნიშნებს მიყევთ გული გახსენიდით და არაფერი არ არის აუცილებელი. ისედაც ღმერთი ღმერთი ხართ. თქვენ ხართ ღმერთი გააღვიძე. იესოს ნუ ელოდებით. თქვენში არის იესო. არავინ არ მოვა. კი არ უნდა მოვიდეს იესო უნდა გააღვიძოთ თქვენში კაცო. იმიტომ ხართ და რო ელოდებით მოწყვეტილი ხართ გესმით რაც რა სხვას რო ელოდებით როგორიათ რო ვიღაც გადაგარჩენთ წყდებით ღმერთს და იბნევით სიყვარულს წყაროს წყდებით რეალურად თქვენ და იმუშაოთ ეს ადვილია დავლევ და გავალი იქ და ასე რო იყოს ჩემო კარგო ძალიან მაგარი იქნებოდა მაგრამ ასე არ არის შენ თვითონ უნდა იმუშაო საკუთარ თავზე და არა მარტივი გზები 4 წელი ხდება მუშაობ ყოველწამიერად ყოველდღიურად ჩემ თავზე და იმიტომ დაშვება არ იყო ჩემზე ღმერთიდან ჩემში არსებული ღმერთიდან ჩემი მაღალი მიდან ანგელოზებიდან სანამ არ მომწიფდი სანამ წერტილის დასმა არ იყო აუცილებელი და ნახეთ ამ ბიჭმა მეორე დღეს ეს ბიჭი მეუნება რომ გავაგრძელებ ჯერ დანიელს უყიდი ნაყინს მალე დაგიბრუნდებით როგორ მოგწონს და ეს ბიჭი მოკლედ ესეც ჩაკეტილი იყო რომ გრძნობდი ენერგეტიკულად ძალიან ჩაკეტილი იყო და ამიტომ მისმა ორგანიზმმა დაბლოკა არ იყო მზად თუმცა ნახეთ რა მოხდა როდესაც ეს მესამე თვალის გახსნა ანუ ჩვენ საკვე რითაც ვიკვებებით და ასე შემდეგ ამ ყველაფრის გამო ეს მესამე თვალი არის დაბლოკილი მე ხორცსაც ავჭამ დამიჯერეთ მე ხორცს რამდენი ხანი ანუ ცხოველური ყველანაირი თავისუფლდებოდი 4 წლის განმავლობაში ვიწმინდებოდი რომ ვიბრაციები ამეწია რომ იქ გავსულიყავი ზუსტად სადაც იყო ჩემი გასვლა აუცილებელი გესმით და არა დაბალ ვიბრაციულში და ისევ ტკივილი გადმომეტანა ჩემ რეალობაში და ნახეთ ესე იგი როდესაც ეს მოხდა გაწმენდა ყველამ დაიწყო ხველება რა ანუ ეს ტოქსინები გამოგქონდათ რა და ყველას უთხარი რომ ეს ინსტინქტუალური ცოდნა მაქვს რა ანუ გაღვიძებ ჩემში არსებულ ცოდნას და ამას ვაზიარებ თქვენშიც არის ეს ყველაფერი რასაც ვსაუბრობ თქვენში არის როდესაც ჩემში რამე გაღიზიანებ მე თქვენი სარკე ვარ უბრალოდ ნიშნავს რომ რაღაცას გაურბიხართ და ამიტომ მესმის მლანძღავთ კი ბატონო მესმის რომ ჯერ არ მხართ მზად მისაღებად საკუთარი თავის უბრალოდ მე ჩემში ხედავთ თქვენ თავს და ამის მისაღებად მზად არ ხართ ამიტომ მლანძღავთ დამცინი და ასე შემდეგ რომ გაექცეთ იმას რეალურად ვინც ხართ და არაუშავს მე რა მე თქვენ უპირობოდ მიყვარხარ მე მესმის თქვენი და ნახეთ და ეს ბიჭი მეორე დილით მეუნება რომ მოკლედ ძალიან იმედ გაცრუებული არის რომ ვერაფერი ვერ გრძენიო რა ვერც აი შენ რო ამბობა ესეო და მოკლედ ძალიან გულდაწყვეტილი იყო რა და მე უბრალოდ სუნთქვა არ შემეძლო და ნახეთ მე ვთხარი თქვენ მეთქი ბავშვობაში დაგემართათ ეთყობა თქვენი ტრამვა არის მეთქი რაღაცა მოხდა მის ცხოვრებაში როდესაც არ შეეძლო სუნთქვა აი ეს რაღაც ტრამვამ განაპირობა ეს და ნახეთ ეს გაუცოცხლა რო დალიეს სოკო ეს გაუცოცხლა ეს ყველაფერი რომ ტრანსფორმაცია მოეხდინა ამ მომენტის რომ მას ამ ტრამვის მოშუშებას შეძლებოდა რომ გაეგრძელებინა ცხოვრება ამ ბიჭმა მითხრა 3 წელი არც ერთი ემოცია არ მაქვს გითხრა უფრო ყველას ანუ გაიხსნა რა ძალიან უნდოდა საუბარი რა თქვა თუმცა აი 3 წლის განმავლობაში 2-3 წლის განმავლობაში საერთოდ არ მიტირიო აი სულ მინდოდაო ტირი ვერ ტიროდიო და აი ახლა რო საუბრობდა ემოცია მოდისო ტირილი მინდაო და ცხვენიო მეთქი არა იტირეთ პირიქით აქ ამისთვის ხართ მეთქი იტირეთ გამოხატეთ ანუ დაიძრა რაღაცა და თავიდან ესე დაიწყო რომ საერთოდ არაფერი ანუ იმედგაცრუებული იყო და რაც უფრო საუბარი შეუყვანე მიხვდა მე მივახედრო რომ აი თქვენ ამით ეს ტრამვის მოშუშება იყო ავე სუნთქვა არ შეგეძლოთ ამიტომ აი ამ სოკოებმა იგივე სიტუაციაში ჩაგააყენათ რომ გაგეგრძელებოდა სუნთქვა როგორც მაგალითად ემოცია გაქვთ გაშეშებული ანუ ეხლა წამოვიდა საუბრის დროს მე აი ემოციები მიფხრობს და ტირილი მინდება ანუ ვიღაცამ ზოგს საერთოდ მზად არ იყო და საერთოდ ჩაეძინა იმიტომ რომ ასე დაიცვა სხეულმა სხეული ცხოველის გვაქვს და საკუთარმა ცხოველმა ასე დაიცვა საკუთარი თავი რომ არ გაეფრინა მე იმ ადამიანს საერთოდ ჩაეძინა და თელი ღამე ძილში ერთი მაგალითად მექსიკელი ქალბატონი იყო ის წლებია დადიოდა და რაღაც გაცვიცნობიერებამდე მივიდა თუმცა კიდე დიდი გზა აქვს და ამიტომ
და ძირითადად ყველა ბრუნდება უპირობო სიყვარულის წყაროში. გესმით? და ეს არ არის, ამით კი არა. შენ თვითონ სამყაროს მოусმენე, გახსენი გულისკარი. ეს უბრალოდ არის გამოცდით ჩააბარე, მე ხმარე საშუალება რომ გაიგო. რასაც თუ ურწმუნებაში ხარ, თუ არ გწამს ჯერ ისე საკუთარ თავის, მართალია იმას ის დაგიმ მართალია, აგერ ჩავაბარე გამოცდა. მივხვდი რომ ესე იგი კი არ ბოდიალობ, მართლა ისე არის როგორც მე მწამს და მჯერა. გესმით? და ისე გტეხავთ, დამიჯერეთ. მე მაგალითად მოვკვდი გეუბნებით. და აი მიწაში ჩავედი, ნიშნავს რომ მოვკვდი, დედის მუცელში ჩავედი, მოვკვდა ის ტრამირებული ბავშვი და ახალი გამკურნე ვესაუბრებოდი და ეს ემბრიონი ხედავდი როგორ ვიზრდებოდი და მე ჩემით დავიბადე, გესმით? ბოლომდე მივიღე ისეთი როგორიც არის. და გინდა გითხრათ სასწაული რა არის? როდესაც დედა მივიღე ბოლომდე ისეთი როგორიც არის, ქალური ამბები დამირეგულირდა. იცოდეთ, როდესაც დედის მიმართ გაქვს წყენა და ესე შემდეგ ხდება ხოლმე მათ შორის ყველაფერთან ერთად აი საკვერცხეების და ასე შემდეგ პრობლემა იწყება. გამოცდამ ჩამიყვანა იქ და აი იქ მუცელში მჭირდებოდა თურმე ჯერ ემბრიონად რო ვიყავი, მაშინ მჭირდებოდა თურმე დედის პატიება. გესმით? აი იქ უნდა გამეშვა, იქიდან უნდა გამეშვა ტკივილი. და მე ეს გავაკეთე. და ამისთვის 4 წელი თითქმის ვემზადებოდი. ამიტომ ადვილ გზებს ნუ ეძებთ. ნუ თუ გინდათ რომ მე გაგიადვილდეთ, ახლა რთული აირჩიეთ. ადვილ გზას მიყავხართ რთულ გზამდე და რთული გზა გიადვილებთ ცხოვრებას. მიყვარხართ მე თქვენ უპირობოდ მიყვარხართ, მაპატიეთ ემოციურად გამოდმოვეცი, ალბათ ასე იყო აუცილებელი რომ ეს შეტყობინება მივიდეს ყველამდე. ასე არის და ასეც იქნება. მადლიერი და ბედნიერი ვარ. ახლა უცბად არ შემიძლია ერთი პატარა ჩართვა არ გამეკეთებინა, როგორც ყოველთვის. და ეს თქო მიდოდა. იქ იყო აგრეთვე ერთი ადამიანი, რომელმაც ესე იგი ასე თქვა, რომ როდესაც ყველას გამოვკითხე, მაინტერესებდა. ყველა იყო იქ განკურნებისთვის, ეს რას ნიშნავს, რომ უკვე მათი თაობა, მათგან უკვე იწყება კურნება, მათი შვილიშვილების და ასე შემდეგ. ანუ ისინი არიან ამ ჯაჭვის, ვინც კი იქ იყო. იყო იმ ჯაჭვის ტკივილიან ჯაჭვის გამრღვევი და ყველას უთხარი, რომ ყველა უნდა ჩავიყოთ ჩვენ თავს და მადლობა ვთქვათ უთხრათ ჩვენ თავს ამისთვის თქო. და ნახეთ ამ ადამიანმა რა თქვა, რომ მე ვნახეო, რომ თითქოს აი ესე ჭერი საერთოდ გაქრაო და ხედავდი ცას, პლანეტებს და ასე მერე ქვევითაც და რას ნიშნავს ახლა რას ეუბნება ამით მისი მაღალი ეს არის მაღალი მე მასში არსებული ღმერთის ცნობიერება რაც გინდათ ის დაარქვით რისიც გწამს აი ის სახელი დაარქვით მნიშვნელობა არ აქვს ყველაფერი ყველა ერთნივად ყველაფერი ერთი არის უბრალოდ სახელები გვაქვს სხვადასხვა თორე ყველა ერთი და იგივეს ვამბობთ უბრალოდ ზოგი სხვა სახელს არქმევს ზოგი სხვას ყველა რეალურად ერთი და იგივეს ვამბობთ რომ ყველა ვართ ერთი უბრალოდ დაბნეულები ვართ დანაწევრებულები და ნახეთ რეალურად რას ეუბნებოდა ამით ეს მაღალი მე რომ არ არსებობს მატერია ნახეთ ამას აი ამ კედელს აქვს თავისი სიხშირე თავისი ვიბრაცია აი როგორც ახლა დანიელს აქვს walkie-talkie ქვია თუ არ ვწდები უნდა აიხო და ჩართო და დაელაპარაკები მაგალითად მე-16 არხზე მე-16-ზე თუ გადავრთე და იმასაც მე-16-ზე აქვს ჩართული შევძლებ რომ მივაწვდინო ხმა და ერთი და იგივე სიხშირეზე უნდა იყოს ხო თუ სხვა სიხშირეზე არის ზოგიერთ ვიღაც ბავშვი ჩაგვირთო გადავრთე მე-13-ზე საერთოდ თუ არ ვწდები სახანძრო მოკლედ ყველაფერს აქვს ამასაც აქვს თავისი სიხშირე ამასაც აქვს თავისი ვიბრაცია თავისი მე რო გავხდე ახლა ამ სიხშირე ამ ვიბრაციის ჩორებიოთ შემეცლება კეთილში აი ამაში გასვლა. ანუ ეს რომ არის აი ეს მატერია, ეს ჩვენ უბრალოდ ადამიანებმა
ასე მოვილაპარაკეთ, რომ ვთქვათ რა, ჩვენ ერთად შევქმნით ეს ყველაფერი. რეალურად არაფერი არ არის და ესეთი. ყველაფერი ვიბრირებს, ყველაფერი არის მოძრაობაში. გესმით უბრალოდ. აი ნახეთ, ყველა ადამიანმა, აი ყოველთვის რატო არის აუცილებელი დღე და ღამე? იმიტომ არის აუცილებელი, რომ ვიღაცა მაინც უნდა იფხიზნოს, რომ მატერია შეეუნარჩუნოს ის სახე, რაც არის. ყველამ ერთდროულად რო დავიძინოთ. ანუ სიფხიზლეში უნდა გვწამდე ვიღაცას უნდა წამდეს, რომ აი ეს იქნება, კედელი იქნება ასეთი. ყველამ ერთად რო დავიძინოთ, ეს ყველაფერი ჩვენთან ერთად ჩამოიგროვა, იმიტომ რომ ვცინავს ვართ იმ რეალობაში, რაც რეალურად არის. გესმით? და ეს ყველაფერი არის ილუზია. ამ დედამიწაზე არის. და ნახეთ, რო ვქმნით ამ მატერიას, აი რა გონიათ ეხლა რომ რეალურად მანქანა არსებობს, ეს სახლი არსებობს. რატო აკეთებენ რომ ყველაფერს ცდილობენ რომ წავიდნენ მარსზე და იმაზე? იმიტომ რომ შანსი არის იმისი, რომ ყველაფერი დაინგრეს. გესმით? მოსახლეობა მრავლდება და consciousness, ანუ ცნობიერება არ იცვლება. მედიორთ უბრალოდ რას ნიშნავს? რასაც ვაშენებთ და რეალურად შიგნით კი არ ვაშენებთ არაფერს. იესოს კი არ ვახვიძებთ შიგნით. აი გადასული ვართ, აი ეს გონია ნამდვილი. ამას გაურბივართ, სადღაც ვეძებთ ვიღაცას. რეალურად რო ჩვენში არის და აი ეს გონია რეალური და აი ეს არარეალური. და ამის შენებით ვანგრევთ ამას. და რა მოხდება ჩემო წლების უკან ჩანთამქო ჩავალაგე. ვინც კი გამოღვიძება დაიწყო, ყველას აქვს ერთი ჩანთა ჩალაგებული, რომელსაც ქვია survival bag. რამე რომ მოხდეს, რომ მოვკიდოთ ყველამ ჩანთა და გავიქცეთ. სად გაიქცევი, მაგრამ იმედი მაინც გაქვს რაღაცის, ხო? ცოტა შუდად მაინც იქნები ორადურიდან საცმელი რო კიდეს და კიდე რაღაცები გადარჩენისთვის. დაინგრევა ყველაფერი. და ამიტომ ვინც გამოღვიძებული არის, ყველა მიწებს ყიდულობს, კუნძულებს. და რომ დაიწყება, ყველა რომ გამოიკეტოს თავის იმაში და გადაერჩინოს თავი. და ეს რო არ მოხდეს, ამიტომ არიან ეს გამოღვიძებული ადამიანები, რომ გეონებიან რომ ჩადი, განიკურნე, განიწმინდე, დაუკავთიშიდი შენ ღმერთს, გააღვიძე იესო, გააღვიძე ღმერთი შენში და ცხოველური ცნობიერებიდან გადადი ღმერთის ცნობიერებაში, რო არ მოხდეს ამ ყველაფრის ნგრება, რომ რომ ასე ტკივილით არ მიგახვედროს სამყარომ, რეალურად რისთვის ხარ აქ მოსული? რეალურად ხარ შენში ქალური და მამაკაცის, ევა და ადამის გასაერთიანებლად, რო დაუკავშირდე შენ twin flames, რო ნახო შენი twin flames, სადღაც შენივე სული მამაკაცის სხეულში არსებული და თუ მამაკაცი ხარ ქალის სხეულში არსებული, რო აღასრულოთ მისია და შეცვალოთ ეს სამყარო, ადამიანების ცნობიერება აღამაღლოთ უკეთესობისკენ, გაზარდოთ. უბრალოდ გაახსენოთ, თვითონ გააკეთებენ დანარჩენს, ყველა ადამიანი გაიხსენებს, რომ წამალი თავად არის. უბრალოდ ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი ამის. გესმით? ამისთვის ვართ აქ მოცული და არა ამ სახლების და ამების შენ დაგენგრევა, ბატონო. მოვა, არის უკვე ეს, როგორ გითხრათ, ანუ ამის შანსი არის სადღაც. უკვე ხდება ეს ყველაფერი და სანამ ამ რეალობაში გადმოვიდა, უნდა გამოვფხიზლდეთ. ამიტომ არის, რომ მარსზე გარბიან, ყველაფერს კუნძულებს ყიდულობენ, იმიტომ რომ არის უკვე ესეთი რეალობა უკვე შექმნილია, თუ არ შევიცვლებით. გესმით? აქედან გამომდინარე, რომ ყველაფერი იწყება შენით. თუ ისევ ტკივილს არ ირჩევ, თავად ვიცი, რას მიიზიდავ. და თუ უპირობო სიყვარულის წყაროში გინდა ჩადგომა, თავად უნდა გახდე უპირობო სიყვარული. აკი არ უნდა დაელოდო ვინმეს. არამედ ჩახვიდე ღრმად შენში, ჩაჯდე ტკივილში, ჩაჯდე დისკომფორტში. კი არ უნდა ლანძღო სხვა, ვინც არ კია შენი. თუნდაც ლანძღე კაცო, თავარია შენ შეიცვალე. გაიზარდე. თავარია შენ გაშალო ფრთები. მე მჯერა საუკეთესო რეალობის, იმიტომ რომ მე წამს და მჯერა შენი.